დღეს ექიმებში გაიცნობთ ღვიძლის დონორებს და სიკვდილს გადარჩენილ პაციენტებს. მე გადავრჩი და მე ვარ დონორი. ნახეთ ვინ გადაარჩინა 15 წლის გოგონას სიცოცხლე, საკუთარი სიცოცხლის ფასად. გადაწყვეტილება, როდესაც მიშობლებს ვისაუბრე, მაშინ მივიღე. ვერ დაუშვებდი იმას, რომ მე შემეძლო ამ ბავშვი შვილდეს არ გამეკეთებ. გაიგეთ რა შემთხვევაში უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე სისხლში. ეს არის გენეტიკურად დატვირთული ადამიანები, ეს არის ჭარბწონიანი ადამიანები. მძიმე დაავადება, რომელსაც შესაძლოა ხვრინვა მოასავებდეს. არა, კაცო. ხარ თუ არა ძილის აპნოეს რისკ ჯგუფში. განშოtildeება მოხდება აპნოებაქსა. ექიმები დღეს თქვენს მშვიდ ძილზე ზრუნავენ. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. ჯერ ერთი წელიც არ გასულა იმ დღიდან, რაც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. ეს იყო ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ღვიძლის ტრანსპლანტაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამედიცინო პროცედურად არის აღიარებული. მას ახლავს პაციენტის და დონორის გარდაცვალების საკმაოდ მაღალი რისკი. მიუხედავად ამისა, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 3 ასეთი ოპერაცია ჩატარდა წარმატებით. ღვიძლის გადანერგვა, ანუ ტრანსპლანტაცია კეთდება მაშინ, როდესაც პაციენტი ძალიან ავადარს და სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ რეციპიენტი, ანუ ღვიძლის მიმღები, უკვე შეგუებულია სიკვდილის საფრთხეს და გასარისკიც არაფერია. მაგრამ თუ საკითხს დონორის მხრიდან შევხედავთ, ვითარება რადიკალურად იცვლება. წარმოიდგინეთ, რომ დონორი არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელია და მეორე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და საკუთარი ღვიძლის ნაწილს შუქნის მას. ნინო, ეს ვითარება პაციენტისთვისაც ძალიან მტკივნეულია. მედიცინაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ღვიძლის გადანერგვის შემდეგ პაციენტი გადარჩა, დონორი კი გარდაიცვალა. ასეთ შემთხვევაში გადარჩენილი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არის. მოდი ვთქვათ, რომ საქართველოში მხოლოდ ღვიძლის ცოცხალი დონაცია ხორციელდება, ანუ მხოლოდ ცოცხალ ადამიანს შეუძლია გაიღოს საკუთარი ორგანოს ნაწილი. გვამური დონაცია საქართველოში არ ხდება. ანუ ძალიან გამბედავი უნდა იყოს ადამიანი, რომ გადაწყვიტოს საკუთარი ორგანოს ნაწილი სხვა საჩუქოს. ერთი სიტყვით, ეს არის ურთულესი და სარისკო ოპერაცია ყველანაირი ასპექტით. ცოტა ხნის წინ ამ რისკზე ორი ადამიანი წავიდა, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. 15 წლის ნათია სალუქაშვილს ღვიძლის საკუთარმა ბიძაშვილმა 36 წლის თეიმურაზ ტიელიძემ გადაუნერგა. 5 წლიდან დაიწყო ნათიას პრობლემები სიცხეებით. 2 წლის უკან გააქტიურდა ეს დაავადება და აღმოჩნდა უკვე ისეთ მდგომარეობაში, რომ აუცილებელი იყო ღვიძლის გადანერგვა. და პირველი აღმოჩნდა თეიმურაზი, ვინც უკან არ დაიხია და დამირეკა და მითხრა, რომ მე წამოგყვებით გამოკვლევაზეო. გამოკვლევა გავაკეთეთ და ნამდვილად გამოდგა დონორად, პასუხი მოგვივიდა დადებითი. დანიშნეს ოპერაციის დღე, ჯანდაცვამ დაგვაფინანსა 53,000 ლარი ჩაგვირიცხა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ლოდინის პროცესი ცოტა სანერვიულო იყო, მაგრამ პირველად რომ თვალები გაახილეს და ნამდვილად დავინახე, რომ გაიღვიძეს, არ ვიცი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი ნამდვილად. დღეის შემდეგ ჩემი ნათიკო მე დაანყო და ჩემი ღვიძლი დაანყო და ჩემი ნახევარი ღვიძლი 60% ღვიძლისა მივეცი შემადამი. თავიდან ცოტა სუსტად ვიყავი, მაგრამ ეხლა ყველაფერი არის ძალიან კარგად. ძალიან მინდა სახლში დაბრუნება. ჩემ კლასელებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ძალიან მინდა. ჩვენ საშუალება გვაქვს ეს მართლაც გამბედავი დონორი ახლა სტუდიაში მოვიწვიოთ. მიესალმეთ თეიმურაზ ტიელიძეს. გამარჯობა თეიმურაზ. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის დაბრძანდით. პირველ რიგში მინდა მაყურებელს მივმართო და უთხრა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენს წინაშე ჩვენი დროის ნამდვილი გმირი დგას. ამ ადამიანმა თავისი საკუთარი სიცოცხლე გარისკა იმისათვის, რომ თავისი ალალი ბიძაშვილის სიცოცხლე გადაერჩინა.
მოდი ახლა გავაგზავნოთ უფრო ხიალურ ნოტებზე, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ჯერ წყალი მიირთვი, იმიტომ რომ ეს შენ გჭირდება ახლა როგორც ვიცი. როგორ დაიწყო და როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი? რამდენი წლის არის ნათია ახლა? 15 წლის. 2 წლის უკან ამ ბავშვში მაშინ იჩინა ზუსტად ამ ავადმყოფობამ თავი. მაშინ გადავაგზავნეთ საზღვარგარეთ ამათი ანალიზები და იქიდან მოუგდა პასუხი, რომ ამ ბავშვს ესაჭირებოდა საჩქაროდ ღვიძლის გადანერგვა. მაგრამ მისი მშობლები დონორებად არც ერთი არ გამოდგნენ. ღვიძლის შეთავსება არ მოხდა მათი. ну მაშინ აღარც დავფიქრებულ ვარ და პირდაპირ ეგრევე განუცხადე რომ მეთქი დილით გაემზადეთ და წავიდეთ თქო პასუხი მოგვივიდა რომ მე გამოვდექი დონორად გილოცავ ჩვენ ემზადებოდით იქ გასაკეთებელი რამდენ ხანში მიიღე ის გადაწყვეტილება რომ დაწვებოდი საოპერაციო მაგიდაზე და ძალიან დიდი რისკის და სიცოცხლის ფასად შენ საკუთარ ღვიძლს აჩუქებდი ასე ვთქვათ შენს გადაწყვეტილება როდესაც მიშობლებს ვესაუბრე მაშინვე მივიღე იმიტომ ეს ბავშვი ჩვენი გაზრდილია ჩემ ხელშია გაზრდილი ვერ დაუშვებდი იმას რომ მე შემეძლო ამ ბავშვის შვილს არ გამეკეთებინა მაგარია ოჩა ეხა როგორ გზნობ თავს? რამდენი დღეა გასული ოპერაციიდან? ოპერაციის შემდეგ გასული 22 დღე და რა ვიცი ძალიან კარგად. ვიცი რა თქვენ ჩვენთან თუ მოხვედი და ესეთ ომახიან ხასიათზე ხარ, შენი შემხედვარე, გავიშლები მხარბეჭდს, იმიტომ რომ ძალიან გმირული საქციელია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისგან. მაყურებელს ალბათ ძალიან აინტერესებთ, დაბნეულია თუ რანაირად შეიძლება ეს ადამიანი თემუ იყოს ჩვენთან ერთად ახლა აქ ესეთ კარგ ხასიათზე, როცა თავისი ღვიძლი გადაუნერგა სხვა ადამიანს. მოდით აგიხსნით, რომ ხდება ღვიძლის დაახლოებით 2/3-ის გადანერგვა. ეს ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ღვიძლი, ამის 2/3 ავიღოთ, ეს არის ის ნაწილი, რომელიც გადაენერგება დაზიანებული ღვიძლის მატარებელ პაციენტს. დანარჩენი კი რჩება დონორის სხეულში და ის ნელ-ნელა აღდგება და გაიზრდება. 22 დღეში რამდენით გაიზარდა შენი ღვიძლის მოცულობა? 16 სანტიმეტრამდე გაზრდა. ხო, ანუ ძალიან სწრაფად იზრდება. ის ერთადერთი შინაგანი ორგანოა, რომელსაც თვით რეგენერაციის, ანუ თვით აღდგენის ძალიან კარგი უნარი გააჩნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხეულში ღვიძლის მხოლოდ 25% არის დარჩენილი, რამდენიმე თვეში მას შეუძლია დაკარგული ქსოვილები მთლიანობაში პრაქტიკულად აღადგინოს და ნორმალურ მოფუნქციონირე ზონას დაუბრუნდეს. ღვიძლს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამოდენიმე ფუნქცია აკისრია, ის გადაამუშავებს საკვებს, ეს ერთი. აწარმოებს პროტეინებს, ანუ ორგანიზმს ამარაგებს, ინახავს არის დეპო არის შაქრის, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ და ორგანიზმს ინფექციის მოგიერებაში ეხმარება. თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია ის არის, რომ ღვიძლი არის ფანტასტიკური ფილტრი, რომელიც ყველანაირ მავნე ნივთიერებებისაგან ათავისუფლებს ჩვენ ორგანიზმში მოცირკულირე სისხლს. მულაჟებისათვის ძალიან დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს. დაახლოებით მე შევეცდები, რომ ავხსნა ამ ყველაფრის პრინციპი ძალიან მარტივად და გასაგებად. წავუმყევით ემო და ერთად ვაჩვენოთ ეს ყველაფერი მაყურებელს. აი, შეხედეთ ამ ჭურჭელს, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ღვიძლი, რომელიც აწარმოებს სისხლის ფილტრაციას. ავიღოთ სუფთა წყალი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის სისხლი, რომელსაც ჩვენ უშვებთ ღვიძლის მაკეტში და რომელიც მან უნდა გაფილტროს. და ხედავთ, რომ ქვევით წვეთ-წვეთად ჩამოდის სუფთა წყალი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სისხლში მოხვდა ის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისათვის არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანუ ეს არის მაგალითად იგივე ალკოჰოლი, მაგალითად იგივე ცხიმიანი გადაჭარბებული საკვები. ჩაუშვათ ისევ აქ, ხო? ხომ ხედავთ, ანუ უდიდესი ფუნქცია აკისრია ღვიძლს. ის შლაკი და ნაგავი და არასასრულელი ნივთიერებები, რომელიც ჩვენ ორგანიზმში არ უნდა ხვდებოდეს და ორგანოებს სხვა სახით არ უნდა ეხებოდეს, ზუსტად ღვიძლის სახით ხდება მათი ფილტრაცია. და ხედავთ, რომ აბსოლუტურად სუფთა სისხლს, ну ამ შემთხვევაში წყალს, უბრუნებს მთლიანად ორგანიზმის ცირკულარულ სისტემაში. ასეთი გენიალური და არაჩვეულებრივი ორგანოა ღვიძლი და ჩვენმა სტუმარმა ის თავისი კეთილი ნებით თავის უახლოეს ნათესავს აჩუქა, ასე ვთქვათ. როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში ვთქვით, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე სულ 3 ტრანსპლანტაცია განხორციელდა წარმატებით. თემოს და მისი ბიძაშვილის ოპერაცია იყო ბოლო, რიგით მესამე ოპერაცია სულ 22 დღის წინ და ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ ისინი, ვინც პირველებმა გაიკეთეს ეს ოპერაცია. მაშასე მივესალმოთ და ძმა ვახო და ტატიანა მეგრელიშვილები. ძალიან მაგარო ადამიანებო, მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ მოხვედით ჩვენთან და ძალიან დიდი მადლობა მთელი ჩვენი გადაცემის სახელით და საზოგადოების სახელით და ძალიან საინტერესო მაისურები გაცვიათ. თქვენ გაწერიათ მე გადავრჩი და მე ვარ ღიპი დაწიედაბლა დონორი. მე ვიცი რომ უკან შენ გაქვს კიდევ ერთი პატარა ძალიან კარგი სლოგანი.
ყველა დონორი გმირია, პატარაა თუ დიდია? ტატიანა, ოპერაციამდე იცოდი, რომ 6 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ცოდი რომ 6 თვის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი, მაგრამ თითქოს და შეგვებული ვიყავი ამ ჩემს ხვედრს, ასე ვთქვათ. როდესაც ოპერაცია გავიკეთე და ვარ სრულიად ჯამთელი, ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ცხოვრობ როგორც ჯამთელი ადამიანი, არ აქვს შიში, მოლოდინი, რომ ხვალდელი დღე გათენდება თუ არ გათენდება. ტატიანა, როგორ დაიწყო შენი ავადმყოფობა? რამე გიყვანათ იქამდე რომ დაიწყო მე 5 წლიდან. ეხლა რამდენი წლის ხარ? ეხლა ვარ 33 წლის. ამდენი ხანი ესე იგი სულ მუდმივად კურნალობის ქვეშ იმყოფებ. რა იყო პრობლემა? დიაგნოზი რა იყო თქვენი? ტრომბოზი იყო ღვიძლის. მთელი ბავშვობა, ასე ვთქვათ, დიეტაზე ვიყავი და ყურადღების ქვეშ ვიყავი. დროთა განმავლობაში თანდათან დაზიანდა ეს ღვიძლი და მოითხოვდა გადანერგვას. ვახო, რამდენ ხანში მიიღეს გადაწყვეტილება? 1 წამში ალბათ. 1 წამში. თქვენამდე საქართველოში ეს ოპერაცია არავის არ ქონია გაკეთებული. შენთვის ეს ალბათ იყო განსაკუთრებული სტრესი, როდესაც იცი რომ შენ ხარ პირველი და პიონერი. ძალიან მეშინოდა რა, ახლა ვერ ბუნებრივია. მეშინოდა, უსაშველოდ მეშინოდა, ზოგადად ნემსის ახლაც მეშინია. არ ვიცი, ახლა ვფიქრდები, ანუ მე არ ვიყავი მგონია რა, ანუ ძალიან რთულია, ადვილი ნამდვილად არაა, მაგრამ შედეგი როცა არის, ეს ფაქტია და აქვს ხედვარ და ჩანს რომ შედეგი გამოიღო აი ჩემმა რისკს. საოცრება მოახდინე შენი და გადაარჩინე. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი ჩვენთან ვახო და ტატიანო. თემო, ძალიან დიდი მადლობა ესე თამამი საუბრისთვის. ნუ მართლა გმირები ხართ, მე ხელებს ვწევ და მთელი ჩვენი გადაცემა აბსოლუტურად ხელებს ვწევს ყველანი და თქვენი გულშემატკივრები ვართ. და აქედან მოვიკითხავთ ნათიას. ხელსაც დაუქნეთ ყველანი ერთად, რომელიც შენ გადაარჩინეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ცოტა ხანში ის ადამიანები შემოგვიერთებიან, ვინც ამ ოპერაციის განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. ღვიძლის გადანერგვა ძირითადად ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ციროზი. მოდით ავხსნათ მაყურებელს, რა არის ეს დაავადება. ციროზი არის ღვიძლის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ღვიძლს ნორმალურ ფუნქციონირებაში უშლის ხელს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ჰეპატიტი ან სხვა ინფექციების შესაძლოა გახდეს მიზეზი. ღვიძლის ჯანმრთელი ქსოვილი გადაგვარდება, მოხდება ჩანაცვლება ჯანმრთელი უჯრედების უფუნქციო უჯრედებით, რომელსაც ფიბროზული უჯრედები ეწოდება და ეს ფიბროზი გადასარევად ჩანს ახლა გრაფიკაზე. ამ გადაგვარებული ქსოვილის გამო სისხლი თავისუფლად ვეღარ ცირკულირებს, შესაბამისად ღვიძლის ფუნქცია იშლება და თუ ციროზის გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრება და ციროზი შეჩერდება, მის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორება ღვიძლში მაინც შეუძლებელია. ჩვენ უკვე გავისაინეთ საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პირველი დონორები და რეციპიენტები. ახლა კი დროა ამ ოპერაციის შემსრულებლები გავიცნოთ. ექიმებთან სტუმრად არიან ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი ქირურგი კახა ქაშიბაძე და სამედიცინო კორპორაცია EVEX-ის წარმომადგენელი მედიცინის დოქტორი მარიკა თოიძე. დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენ გადაცემაში, მიირთვით ბახმაროს წყალი. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს ნამდვილად დიდი წარმატება. ამ ქვეყანაში ასეთი სირთულის ოპერაციები ჯერ არ გაკეთებულა და ეს უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად. მოდი ავუხსნათ მაყურებელს, რატომ არის ეს ოპერაცია ასეთი რთული, რაში მდგომარეობს მისი სირთულე. ოპერაციის ძირითადი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ოპერაცია, საჭიროებს საკმაოდ სერიოზული და რთული ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდეგ უკვე სამედიცინო გუნდის ფორმირებას. სამედიცინო კორპორაცია EVEX-მა შექმნა ინფრასტრუქტურა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ ოპერაციის ჩატარებისთვის და გარდა ამისა მოამზადა სპეციალისტების გუნდი. რაიმე სტატისტიკა თუ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად რამდენ ადამიანს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა და რამდენად შედეგიანია ეს ოპერაციები? ყოველწლიურად არის საკმაოდ დიდი საჭიროება, რაოდენობრივად ეს რამოდენიმე ასეული პაციენტია, რომელიც საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც კურნალობის ყველა სხვა მეთოდი არის ამოწურული. დაახლოებით 12-13 ღვიძლის ტრანსპლანტაცია გეთდება მსოფლიოში დღეს. საიდანაც ნახევარი ცოცხალია და ნახევარი გვამური დონაცია. როგორც ვიცით, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა ეს თავისთავად და საქართველოში რამდენად ხელმისაწვდომია ეს ოპერაცია პაციენტებისთვის? საქართველოში ეს ოპერაცია არის შედარებით იაფი, ვიდრე იმ ცენტრებში, სადაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები იღებენ ამ სერვისს. არის დაახლოებით $50,000 ეკვივალენტი ლარში. გარკვეულ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, იღებს სახელმწიფოც. ცოტა ხანში ექიმებში გლუკომეტრი, გენიალური გამოგონება. ნორმა დიაბეტით დაავადებულ ადამიანში არ უნდა აღემატებოდეს 140 მგ/პროცენტ. ვინ უნდა აკონტროლოს სისხლში შაქარი?
რამდენ ხანში შეიძლება ჩავთვალოთ ოპერაციიდან, რომ ოპერაცია წარმატებული იყო, ანუ დადგა შედეგის როლი. დონორისთვის ეს არის 10-დან დღიდან 2 კვირამდე, რომლის შემდგომ ის უკვე ბინაზე ეწერება, პრაქტიკულად ჯამრთელი და მის სრულ რეაბილიტაცია სჭირდება რამოდენიმე თვე, 2-3 თვე. როდესაც ღვიძლი პრაქტიკულად დაიბრუნებს თავის მოცულობას. შეეხება რეციპიენტს, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია თუ რა სიმძიმის იყო მისი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ოპერაციას ვაწარმოებდით, გააჩნია რა ტიპის დაავადებასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ დაახლოებით 3 კვირა არის ის ვადა, რომელიც საკმარისი ამ პაციენტის სახლში გასაშვებად. დაახლოებით 3-დან 6 თვემდე არის პირველი პერიოდი, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს ადრეული ხანის მოცილების რეაქციები. სადღაც 1 წლის შემდგომ ეს პროცენტი ძალიან ეცემა, როდესაც შეიძლება მოხდეს მოცილება. ტრანსპლანტაცია ეს არ არის ის ოპერაცია, რომელიც ამ ადამიანს აბსოლუტურად ჯანმრთელს გახდეს. ის არასოდეს არ იქნება აბსოლუტურად ჯანმრთელი, ის იქნება ძალიან მიახლოებული ჯანმრთელთან. და ჩვენ 2 მიზანი გვაქვს ყველა ოპერაციის დროს. ძალიან მიახლოებული ჯანმრთელთან ახლა მე ვარ ზუსტად. სულ არ მაქვს ღვიძლი გადანერგილი, მაგრამ არც ერთი ადამიანი ჩვენ არ ვართ სრულიად ჯანმრთელები. ეს აბსოლუტურად ნორმალური მდგომარეობაა. შეგეცაც გეტყვით, იმათ იციან რა ჭირს და ჩვენ არ ვიცით, ჩვენ შეიძლება რაღაცა ჭირს და აბსოლუტურად მართალი. ღვიძლის გადანერგვა მარტო მოზრდილ ასაკში არ არის აუცილებელი, ეს ბავშვთა ასაკშიც ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, თანდაყოლილი პათოლოგიების დროს და მაინტერესებს თუ იგეგმება ბავშვებში ამ ყველაფრის დაწყება. რა თქმა უნდა, იგეგმება, სხვა გზა არ გვექნება, იმიტომ რომ ეს ბავშვები საჭიროებენ ბოლოს ტრანსპლანტაციას, მაგრამ ჩვენ ფიქრობთ, რომ ეტაპობრივად დავიწყებთ ასაკის გაახალგაზრდავებას. თვლით, რომ მედიცინა სპორტი არ არის და არ შეიძლება იჩქარო იქ, სადაც მზად არ აყავ. მოკლედ, ღვიძლის ტრანსპლანტაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია. ეს ძალიან დიდი სამედიცინო მიღწევაა. ძალიან დიდი მადლობა ექიმებს ამისათვის. თქვენ კი არ გადართოთ, ექიმები გრძელდება. დიაბეტი ეს სისტემა, რომელზედაც მუდმივად მოგდის შეკითხვები. ასეთი შეკითხვა Facebook-ზე ჩვენმა მაყურებელმა მოგწერა. გამარჯობა ექიმებო, ვარ საკმაოდ ჭარბწონიანი, 125 კილოგრამს ვიწონი. თქვენი გადაცემიდან გავიგე, რომ სიმსუქნის გამო შეიძლება დაგემართო შაქრიანი დიაბეტი. თუ შეიძლება რომ გადაცემაში ისაუბრობთ, რა სიმპტომები უნდა მივხვდე, დიაბეტი მაქვს თუ არა და როდის უნდა მივმართო ექიმს? თემო, 31 წლის. ძალიან კარგი შეკითხვაა თემო. ახლა ჩამოვთვლით იმ ძირითად სიმპტომს, რომელიც შესაძლოა დიაბეტს მოასწავებდეს. პირველი ეს გახლავთ პირის სიმშრალე და გაძლიერებული წყურვილი შეგრძნება, მეორე არის გაძლიერებული მადა, მესამე წონის უეცარი კლება ან მატება, მეოთხე გახშირებული შარდვა უხშირესად ღამით, მეხუთე სისუსტე, მეექვსე გულისრევა, მეშვიდე ბუნდოვანი მხედველობა, მერვე ინფექციებისადმი მიდრეკილება, მეცხრე სიმპტომი გახლავთ ქავილი სასქესო ორგანოს მიდამოში და მეათე კი ჭრილობების შეუხორცებლობა შეიძლება იყოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ჩამოთვლილი სიმპტომები ძალიან სწრაფად ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღინიშნება დიაბეტი ტიპი 1, ხოლო დიაბეტი ტიპი 2 შემთხვევაში კი შესაძლებელია ეს სიმპტომები საერთოდ არ იყოს გამოვლენილი, ან ძალიან ნელა ჩნდებოდეს ისინი და პაციენტმა ყურადღება არც კი მიაქციოს მათ. მოდი ენდოკრინოლოგს ვითხოთ, თუ როდის უნდა მიმართოს ადამიანმა საკონტროლო კვლევებისთვის ექიმს, რომ დიაბეტი მხედველობიდან არ გამორჩეს. მაშასე ჩვენთან სტუმრად არის ენდოკრინოლოგი ბატონი ვატო სურგულაძე. ბატონო, მიირთით წყალი თუ შეიძლება, ჩვენ მაყურებლისგან წერილი მივიღეთ, ის იწონის 125 კილოგრამს და აინტერესებს რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დიაბეტის განვითარება მხედველობიდან არ გამორჩეს. ჩარბი წონა, ეს არის ერთ-ერთი დიაბეტის ყველაზე ხშირი მომავალში გამოწვევი მიზეზი. ამიტომაც ამ შემთხვევაში რამოდენიმე მომენტი უნდა გაითვალისწინო. პირველ რიგში კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, შესაბამისი ანალიზების ჩატარება. როგორც მინიმუმ წელიწადში ერთხელ. თქვენ თვითონ გადმოთვალეთ ძირითადი 10 სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს, აი ამ 10-ვე სიმპტომს უნდა ძალიან კარგად დააკვირდეს და როგორც კი ეს გამოჩნდება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმ ენდოკრინოლოგს. თუ შეიძლება გითხრათ თქვენი აზრით გლუკომეტრით სახლში შაქრის დონის განსაზღვრაზე, რა კატეგორიის პაციენტებმა უნდა აკონტროლონ სისხლში საკუთარი შაქრის დონე გლუკომეტრის საშუალებით? ეს არის პაციენტები, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირს შაქრიანი დიაბეტი, პირველი, მეორე დადგენილი დიაბეტი, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული პრედიაბეტი, ანუ მიდრეკილება იმისკენ, რომ ეს დაავადება გაუგავონ ვითარდება, ეს არის გენეტიკურად დატვირთული ადამიანები, ეს არის ჭარბწონიანი ადამიანები, ამიტომაც რო არ მოხდეს განვითარება, ან უკვე კარგად ვაკონტროლოთ ის სიტუაცია, რაც არის, გლუკომეტრი იმდენად კარგი გამოგონებაა, რომ
ყველას უნდა კონდეს აი ამ კატეგორია ხალხს და ყველამ უნდა ანუ გლუკომეტრით უნდა აკონტროლოთ შაქრის დონე არა მხოლოდ იმან, ვისაც დიაბეტი აქვს, არამედ იმანაც, ვისაც რისკ ჯგუფის ფაქტორი შეიძლება მივაკუთვნოთ, ხომ? ანუ ეჭვის ფაქტორის ქვეშ არის, რომ შეიძლება კონდეს მას შაქარი. მოდით ვაჩვენოთ მაყურებელს თუ როგორ ხდება გლუკომეტრით შაქრის კონტროლი სისხლში. ჩვენ სტუდიაში გვყავს ადამიანი, რომელსაც დიაბეტი ტიპი 2 აქვს და მის მაგალითზე ვაჩვენოთ სწორედ მაყურებელს როგორ ხდება ეს მარტივი პროცედურა. გთხოვთ მიესალმოთ კობა გაფრინდაშვილი ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმები კობა, კიდევ ერთხელ მოგვიყევით შეიძლება შენი პრობლემის შესახებ, რამდენი წელია გააქვს ეს და რა დიაგნოზია? დაახლოებით მოდის 15 წელი ჩემთან შაქრიანი დიაბეტი თავიდან როცა ეს გავიგე იყო ეს სიმპტომები რომელიც თქვა ბრძანეთ პირიშრობა, ფეხების გაბუჟება, ხელებზე დაბუჟება, ეს სწრაფი მომატება და ასე შემდეგ. აი ამის მერე მე ვკურნალობ ძირითადად პრეპარატებით, თუმცა კონტროლს ხშირად ვაკეთებ. არ ნერვიულო, კობა შენ მარტო არ ხარ, დიაბეტის სტატისტიკა როგორია ბატო საქართველოში? საქართველოში დიაბეტის 105,000 პაციენტია სტატისტიკით, საიდანაც 20,000 ინსულინოთერაპიაზეა, დანარჩენი არის ტაბლეტოთერაპიაზე. სოფლიო სტატისტიკა რო ავიღოთ, მთელ სოფლიოში ამჟამად არის 450 მილიონი ადამიანი დასნეულებული ან დაავადებით. და მე კიდევ გეტყვით რამდენიმე ცნობილ ადამიანს, რომელსაც დიაბეტი ტიპი 2 აქვს, ესენი არიან ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენქსი, რომელმაც 2 წლის წინ საჯაროდ განაცხადა თავისი დაავადების შესახებ, ასევე ოსკაროსანი მსახიობი ჰალი ბერი, ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი, რომელიც საკუთარ დიაბეტს ძალიან მკაცრად აკონტროლებს და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სიგარეტის მოწევასაც კი დაანება თავი. სელმა ჰაიეკი, ულამაზესი სელმა ჰაიეკი, რომელსაც ორსულობა მშობიარობის შემდგომ გამოუვლინდა ეს დაავადება დიაბეტი ტიპი 2. ნინო გვეტყვის თუ რამდენად ხშირია ასეთ შემთხვევები, როდესაც ორსულობით გამო ან მშობიარობის შემდგომ აი ამ ფაქტორების გამო დიაბეტი ემართებათ. დიაბეტის გაჩენა საკმაოდ ხშირია ორსულებში, ამიტომ თუ ოჯახური ისტორია, გენეტიკური წინასწარ-განწყობა აქვს პაციენტს დიაბეტის მიმართ, მან აუცილებლად ორსულობის პირველივე ტრიმესტრში უნდა გაიკონტროლოს გლუკოზის დონე. ორსულობის 24-28 კვირებში კი ამ ანალიზის გაკეთება სავალდებულოა ყველა ორსულისთვის. ბატო, მეგობრებმა ჩამოთვალეს ჰოლივუდის ცნობილი ადამიანები, ნინო ორსულებზე ისაუბრებენ, ხო არ გახსენდება კიდევ ვინმე ვინი ცხოვრა დიაბეტით წარმატებულად? და ვინ ცხოვრობს? პელე, ნომერ პირველი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის დროს დაეწყო. პელეს თავს რატო არ უკრავთ, ვერ გავიგე, ფეხბურთი არ გიყვართ? სილვესტერ სტალონი, თომას ედისონს, ცნობილ გამომგონებელს და დეტექტივის მამას ედგარ ალან პოს. ანუ ამ ცნობილი ადამიანების ჩამოთვლით კობა ჩვენ იმისი თქმა გვინდა ჩვენ რომ დიაბეტი არის კონტროლებადი. მეც მინდა დავამატო ერთი ცნობილი კაცი კობა ბარათელს აქვს კიდე და გამოიყურება მშვენივრად და აკონტროლებს თავის დიაბეტს. მე რო დიაბეტი ძალიან ბევრი დაგვილებია ვახტანგურად ერთად. აჰა, გასაგები. ანუ თქვენ და კობა მეგობრობთ და მაყურებელი რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ, დიაბეტი გადამდები არ არის, მით უმეტეს ვახტანგური სასმელით. მოდით ახლა კობას მაგალითზე ვაჩვენოთ მაყურებელს თუ როგორ ხდება გლუკომეტრით შაქრის დონის კონტროლი, რომელიც ძალიან მარტივია და ძირითადად ამას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები თავისით აკეთებენ სახლში. თუმცა ჩვენ ურჩევთ ეს იმ ადამიანებმაც გააკეთონ ხოლმე, რა თქმა უნდა, პერიოდულად, ვისაც აქვს დიაბეტის რისკი, ანუ ვინც იმყოფება რისკ ჯგუფში. მოდი მე დაგეხმარები და როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ვაჩვენოთ ეს ყველაფერი. ბატო, რა აუხსნათ მაყურებელს, ეხლა რა არის ეს მოწყობილობები, რაც ჩვენ ხელში გვიჭირავს? ეს არის გლუკომეტრი, ძალიან მარტივი და ძალიან სასარგებლო გამოგონება, რომელიც მეშვეობით ჩვენ გვზომავთ გლუკოზის, ანუ შაქრის როგორც ხალხი იძახის, შაქრის დონეს სისხლში. ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლში კონდეს, შეიძლება აფთიაქში შეიძლება. ურეცეპტოდ. ურეცეპტოდ, დიახ, ურეცეპტოდ შეუძლია აფთიაქში შეიძინოს, სადაც იქვე აუხსნიან კიდევ ერთხელ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ეს აპარატი და გამოყენებაში არის ძალიან მარტივი. აპარატი თქვენ, ეხლა გამოცდილება 15 წლიანი საკმაოდ დიდი გაქვს. ზუსტად ერთი წვეთის სისხლი საკმარისია? 280, საკმაოდ მაღალი. დავაწვეთეთ ერთი წვეთის სისხლი და მივიღეთ 287. რას ნიშნავს ბატონო ეს ყველაფერი, რო უთხრათ მაყურებელს? ეს ნიშნავს, რომ ნორმა დიაბეტით დაავადებულ ადამიანში არ უნდა აღემატებოდეს 140 მგ/პროცენტ. წარმოიდგინეთ, რომ პრაქტიკულად ორმაგად არის მომატებული შაქრის დონე სისხლში. რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი და შესაბამისად საჭიროებს კორექტირებას. აგერ კობა ამბობს, რომ არ თქვათ არ არის ინსულინზე, იღებს პრეპარატს, კობა დილას დალეული გაქვს ალბათ, შესაბამისი სქემით როგორც რომ რატო აქვს ვაში ნამკაც 287. ხოდან კობა, როდის მიიღეთ საკვები? დღევანდელი დღე ცოტა განსხვავებული რეჟიმი ქონდა დარღვეული. ვიტომაც
რეჟიმი ქონდა ყვების დარღვევა. უბრალოდ ზუსტად ეს მომენტია მინდა აუცილებლად დავამატო, რაღაც წესები არსებობს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცოთ. უნდა გამოიყენოთ აპარატი უზმოთ დილით და ავიღოთ, დავაფიქსიროთ, მივიღოთ საკვები და 2 საათის შემდეგ. 1 საათში აღებული ანალიზი არ არის ისეთი მაჩვენებელი დიაგნოსტიკური ღირებულება არ გააჩნია. ნებისმიერი თითი შეგიძლიათ გამოიყენოთ. და ხელი უნდა იყოს თბილი, იმიტომ რომ ცივ ხელზე ხოლმე ძალიან რთული ხდება სისხლის წვეთის გამოდევა. გაზომა ხდება დღეში 2 ჯერ, ან კონტროლი დილას, უზმოზე და ჭამიდან 2 საათის შეიძლება შემდეგ. მთელი დღის განმავლობაში, 5 ჯერ შეიძლება, 6 ჯერ შეიძლება. ინტერესისთვის თუ რამე ინფორმაცია იძლევა. განსაკუთრებით იმ პაციენტებისათვის, ვისაც ახალი დაწყებული დიაბეტი აქვს. დიდი მადლობა კობა, იმედი მაქვს რომ შენს დაავადებას გააკონტროლებ. მადლობა ვატო, ასევე გვესტუმრე გადაცემაში. დაგემშვიდობებით. ჩვენი შემდეგი სტუმრისგან კი გავიგებთ, როგორ შეიძლება დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის ამ დაავადების კონტროლი ფინანსურად რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს. ცოტა ხანში ექიმებში რისი ნიშანია ქრონიკული ხვვრინვა? აქვს თუ არა ბაადა გულიაშვილს ძილის აპნოე? არა, კაცო. მაშ ასე გთხოვთ მიესალმოთ GPC-ის ექსპრეს კლინიკების მენეჯერი ქალაბატონი ირმა ჟღიმი. გამარჯობა ქალბატონო ირმა, თუ შეიძლება გითხარით რა შეთავაზება აქვს GPC-ის ასეთი პაციენტებისთვის? გავიგეთ ყველამ, რომ დიაბეტი არის საკმაოდ აქტუალური დაავადება. სოციალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ გააკეთა GPC-მ ამ დაავადებაზე აქცენტირება, აიღო სოციალური, ასე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობა და პაციენტს ვაძლევთ საშუალებას იმისას, რომ მარტივად, როგორც ფიზიკურად, ასევე ფინანსურად მოახდინოს ამ დაავადების მონიტორინგი, პრევენცია, დიაგნოსტირება და შემდგომ მკურნალობაც. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მომხმარებელს უпростоრად შეუძლია GPC-ის ქსელის ნებისმიერ აფთიაქს მიმართოს, ჩაერთოს პროგრამაში. პირველ ჯერზე უნდა შეიძინოს 50 ცალიანი ჩხირები, როგორც განვახსენეთ, 27 ლარად, შესაბამისად გადაეცემა გლუკომეტრი, უსასყიდლოდ აბსოლუტურად აპარატი გადაეცემა საჩუქრად 27 ლარიანი ჩხირების შეძენის შემთხვევაში. ყოველ მომდევნო შეძენაზე უკვე ეს 50 ცალიანი ყუთი გადმოგეცემათ 15 ლარად. ეს არის დაახლოებით 40-50% ფასდაკლებით საბაზრო ფასთან შედარებით. ასევე კიდევ ერთი შეთავაზება გვაქვს ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულ მომხმარებელს შეიძლება ანტიდიაბეტური მედიკამენტები, რომლებიც ვიცით, რომ ქრონიკულად ჭირდება სპეციალური ფასებით, ესეც ანტიდიაბეტურ პრეპარატებზეც ფასდაკლება მოქმედებს. ფასდაკლება იქნება სპეციალური ფასები ამ პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის. ბოლოს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ექსპრეს კლინიკაში მობრძანდეს, GPC-ის აქვს 30-მდე ასეთი კლინიკა, ამბულატორიული ტიპის კაბინეტი და უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს კვლევა, თუ ვინმე საინტერესებს ეჭვი აქვს სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა. ძალიან კარგი და სასიამოვნო სიახლეა ჩემი აზრით, იმიტომ რომ დიაბეტი ჩვენ ვიცით, რომ ქრონიკული დაავადებაა, ის საკმაოდ ძვირი დაავადებაა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში გრძელდება, ბევრი პრეპარატი ჭირდება ადამიანს, ბევრი ანალიზის კეთება და ძალიან კარგი სიახლეა ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ირმა, ასეთი სწრაფი და საჭირო ინფორმაციისათვის. ამჯერად დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. გადაცემის ამ ნაწილში ერთ ძალიან უჩვეულო და შეიძლება ითქვას, რომ ამოუხსნელ შემთხვევაზე ვისაუბრებთ. ჩვენმა კოლეგებმა დილის გადაცემიდან ძალიან უცნაური და უჩვეულო კადრები მოგვაწოდეს და გთხოვეს დაგვედგინა, თუ რა სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აი ესე მუშაობენ დილის გადაცემაში. გაგინებ ჩვენივრად რითმულად ყრინავს ეს კაცი. მე მაშინვე ამოვიცანი ეს ობიექტი, ამოვიცანი და სტუმრადაც დავპატიჟეთ, მიესალმეთ მსახიობი და ტელეწამყვანი პაატა გულიაშვილი. მოგესალმებით. სასიამოვნო ყველას. დავზანდით. რაღაცა ამოუცნობი და უჩვეულო რომ ვიყავი, კი ვიცოდი, მაგრამ ასე ჩვენ ამოგიცანით და გიცანით კიდევაც. ეს რა არის, არ ვიცი. ამხელა ვიდეო გადამიღეს და ესე ვთქვათ მიღალატეს, მაგრამ ნუ ეხა 6 საათზე რო ადგები ადამიანი, ხო? როდის ხრინა? დააგდებ თავს ეხლა რა. დასახრინა. კარგი, მოდი ეხლა შეკითხების დასმასაც დავიწყებ. ჩვენ შეგეკითხები პირველად, სულ ესე ხრინავ თუ არა, ეს მაინტერესებს. იცი, არ ვიცი მე როგორ ხრინავ, ეს დილას ხდები ცოტა მაინც რთული რაღაცა უძილოდ ხარ რაღაცა და თან ცუდად მედო თავი ორივე შემთხვევაში. ამასაც ხوارქ ნიშნავს. მე მაინტერესებს ჩვენი ბიჭების ამბავი, აბა რომელი აღიარებთ ეხლა, რომელი ხრინავთ? ჩემი დამთავრდა ნოემბერში, აი როგორ ხრინავთ, იცი?
შუშებს ვაზანზარებდი. როგორ ბორჭი ამ არა, ცხვირის ოპერაციის მერე ბორჭი. მეკითხებიან ხოლმე რომ შენ ხო არ ხრინავ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ხრინავ, მაგრამ თუ ხრინავ, იმ დროს ნაღდათ მძინავს და მე თვითონ არ მესმის. აი შეიძლება ოპერაციების კეთების დროს ხრინავ. საერთოდ სტატისტიკა ესეთია, რომ დასრული მამაკაცების ნახევარი ხრინავს. თუმცა რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა ამას არასდროს აღიარებს. მარტო თუ ძინავს, მარტო ვერ დაიწყოს შანსი არ არის, რა თქმა უნდა. ხალების სტატისტიკა არ ვიცი ნინო, ეხლა მედიცინაში ესეთ გენდერულ ჭრილში არა ვარ მომზადებული, მაგრამ თანამდებობით შემიძლია ვთქვა, რომ ხალებიც არც თუ ისე იშვიათად აკეთებენ ამას. მე ვგონია რომ ხრინვა არაფერს არშავებს და საშიში არ არის, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. ხშირად შესაძლოა ერთი ძალიან სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. პატა ამ პრობლემის გამო თუ ყოფილხარ ექიმთან, თუ გიმართავს ექიმს. არა, ეცი რა მინდა გითხრათ, არტერიული წნევა მაქვს, ცოტა რაც ცოტა მოვიმატე. კარდიოლოგით დაახლოებით 3 წელია დავდივარ და ცოტა ნევროზული ამბებიც მაქვს და ანუ ხანდახან უკვე მომაბეზრებლად მივიდი რაღაც გამოკვლევებს ვიტარებ რომ რაღაც ნუ ეხლა რომ მელაპარაკები დარწმუნებული ვარ ეხლა ვაიმე მართლა ეს არ მქონდეს ამის ბრალი არ იყოს და ეხლა კონკრეტულად ამისთვის არა და ძილის აპნოეზე თუ ხსმენია რამე ზოგადად გამიგია მაგრამ ასე არ დავინტერესებული რაღაც ვერ ვიჯერებ რა ეგეთ რამეს რომელიც უწამოთ იმკურნება ძილის აპნოე ძილის სერიოზული დარღვევა ღამის ძილის განმავლობაში ქმნის პრობლემას იმიტომ რომ ადამიანი სუნთქვას აჩერებს 10-15 წამის განმავლობაში შეიძლება იყოს სუნთქვა გაჩერებული ამის გამო მას არ ეღვიძება მაგრამ თუ კი პაუზა ხანგრძლივია შეიძლება გაიღვიძოს კონდეს ესეთი მოჭერის შეგრძნება ხველით შეიძლება გამოეღვიძოს და მოკლედ დისკომფორტში ჩავარდეს და დაახლოებით რა გაქვს იცი ნანახი დარწმუნებული ვარ აი დაახლოებით ესე წამომხდარი ტიპები აი და საფიობი კაცი გან შეიძლება მაგას უკეთ გააკეთებს არა მქონია ეს მქონია კიდევაც აღიარებაც მიღებულია ბატონო და სუნთქვის გაჩერება წამიერიც გააქვს ხოლმე რომელიც 10-15 წამი მე ხა ესე ვაჩერებ თუ არა მაგრამ აი ეს მდგომარეობით გამიღვიძია რა მით უმეტეს გაგვიძებამდე მიდის იმიტომ რომ ხშირად ესეთი ადამიანები ვერ იღვიძებენ ანუ არ იღვიძებენ ამ დროს ვერ იღვიძებენ ანუ ამ მომენტში არ იღვიძებენ წარმოიდგინეთ ძინარე მძეს თუ ნახავს რო ქონოდა ძილის აპნოე რა კაი სცენა იქნებოდა პრინცი როგორც იქნა რომ მივიდოდა საკუთნელა და მოიღვიძებდა აგარი სანახავი იქნებოდა მაგრამ ძილის აპნოეს ზღაპართან არაფერ შუაში არ არის. ამან შეიძლება ყოველ ღამეს საათში 30 ჯერ იჩინოს თავით. ოღონდ თვითონ ადამიანი ამას ვერ ხვდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის შედეგი ის არის, რომ ძილის დროს ადამიანს ჟანგბადი არ მიეწოდება წესიერად და რამდენ საათსაც არ უნდა ეძინოს, რომ მიგვიძებს ყოველთვის არის გამოუძინებელი, დაღლილი შეგრძნება აქვს და ძილი არ ყოფნის, რა თქმა უნდა, ეს ადამიანს. ამის გამო ხშირად ვარდებიან ადამიანები ისეთ უხერხულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩამოეძინება ისეთ დროს, სადაც არ არის საჭირო. ბატონი სოსო ლაღიძე ყველა იცნობთ მსახიობი რუსთავის თეატრის და ნუ ბათუმში ვიყავით და ნუ დავლიეთ ეთყობა შევაწუხე რა ხორიდით და მეორე დღეს სპექტაკლის დაწყების წინ მომიტანა ეს დასაკრავები ხო მე რა თქმა უნდა ისახმაშა ბათუმში კაი კეფალი რა მე ვერ დავაცეთ აი გემოდ გადავიკაი და 6 საათი მაგვიძებს რაღაც ესე და ზის ძალიან რა ნერვიულად თმები ხალხი არა კახერებს არაფერი აგიჩვენე თენიღამე მისმენდა ძალიან ხერულ ნოტაზე ვართ, მაგრამ სინამდვილეში ეს ძილის აპნოე მართლა სერიოზული დაავადებაა და მოდით ავხსნათ ეს პრობლემა მაყურებლისთვის ძალიან სერიოზული. არსებობს ძილის აპნოეს ორი ძირითადი ნაირსახეობა, ეს არის ობსტრუქციული ძილის აპნოე და ცენტრალური, ანუ ნევროლოგიური ძილის აპნოე. შევხედოთ ეკრანს, სადაც გრაფიკაზე გაჩვენებთ ამ ყველაფერს და აგიხსნით. ობსტრუქციული ძილის აპნოე მაშინ ჩნდება, როდესაც ყელის უკანა ნაწილში მდებარე კუნთები, რომელზედაც რბილისასა არის დაყრდნობილი დუნდებიან, კუნთების მოდუნების შედეგად კი ვიწროვდება სასუნთქი გზები და სუნთქვა დროებით წყდება. სწორედ ამის გამო სისხლის ჟანგბადის შემცველობა მცირდება, რის გამოც ტვინი იძულებული ხდება, რომ ჩვენი სხეული გამოაღვიძოს ძილისაგან და უბრძანოს მას, რომ სასუნთქი მილები კვლავ გაიხსნან და ადამიანმა ისუნთქოს. ძილის ობსტრუქციული აპნოე ყველასთვის უფრო ხშირად ჭარბწონიან ადამიანებს ემართებათ. რაც შეეხება ცენტრალური ძილის აპნოეს, ეს არის შემთხვევა, როდესაც სასუნთქი მილები ბლოკირებული არ არის, მაგრამ ტვინი ვერ აწვდის კუნთებს სიგნალს იმის შესახებ, რომ მათ ისუნთქონ. ამის მიზეზი სუნთქვის მაკონტროლებელი სისტემის დარღვევაა. და მიუხედავად იმისა, რომ ძილის აპნოე ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეხვდეს, როგორც
კაცებში ისე ქალებში, მაინც არსებობს კრიტერიუმები, რომელიც ძილის აპნოეს რისკ ჯგუფს განსაზღვრავს. მოდი ჩამოგითვლი თუ ვინ მიეკუთვნება ამ რისკ ჯგუფს და ვნახოთ ჩვენ რამდენად ხარ ამ ჩამონათვალში. მაშ ასე ძილის აპნოეს რისკ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ მამრობით სქესს, აქ მე მგონი პლუსი უნდა დაგისვა. ჭარბწონიანები, აქაც პატარა პლუსი უნდა დაგისვათ, აქაც 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, აქაც გაგიპლუსოთ? როგორ 36 წლის ესეც მინუსი არ იქა გადავშით. გამიკვირდა გას. კისრის დიდი გარშემოწერილობა 53 სანტიმეტრზე მეტი თუ არის, ესეც რისკ ფაქტორია. კოტე შეიძლება გაუზომე პაატას კისრის გარშემოწერილობა. ისე პაატა და კისერი რაღაცა ასოციაციურად სააკაძენამია. ჩვენ გვაქვს 48 სანტიმეტრი. 53 სანტიმეტრზე მეტი მამაკაცებში და ქალებში 40 სანტიმეტრზე მეტი კისრის გარშემოწერილობა, ესეც ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის. პაატას 48 სანტიმეტრი აქვს კისრის გარშემოწერილობა, აქაც პლუსი უნდა დაუსვათ. გადდებული ნუშურაჯირკვლები, დიდი ზომის ენა, ან მცირე ზომის ქვედაყბის ძვალი, გლანდები ამოჭრილი გაქვს, ეს არ გაწუხებს, აქ მინუსი შეგვიძლია დაგვისვა. ძილის აპნოეთი დაავადებული საოჯახო ისტორია, ოჯახში აქვს ვინმეს ეს დიაგნოზი? არა გვაქვს ოჯახური ისტორია. ცხვირის ხშირად გაჭედვა, ასე ვთქვათ, ძილის გამრუდება. ბატა, მოკლედ ამ 7 პუნქტიდან 6 პლუსი დაგიწერეთ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შენ ძილის აპნოეს რისკ ჯგუფში ხარ ნამდვილად. პატა, შენ არ ინერვიულო და სტუდიაში მოვიწვიოთ ამ საქმის პროფესიონალი, მიესალმეთ კლინიკა კარდიონეტის დირექტორი, კარდიოლოგი თეონა აბრამიშვილი. თეონა, მირთვით წყალი და პირველ რიგში გითხარით თუ რატომ არის ძილის აპნოე აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემა. თავისთავად, მხოლოდ ფაქტი, რომ კარდიოლოგებმა დაიწყოთ ამ პრობლემის ესეთი აქტიურად განხილვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძებნა უკვე მიანიშნებს იმას, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენთან მომართული პაციენტების 60%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა. მათ შორის 1/13-ს აქვს ძილის აპნოე. საკმაოდ დიდი ციფრია, დამეთანხმდებით. კიდევ უფრო საინტერესო სტატისტიკა არის 100-დან 70 პაციენტს, რომლებიც იღებენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს წნევის მოწესრიგებისთვის, აქვს ძილის აპნოე. მაქსიმალურ დოზებს რამდენიმე ჯგუფს ერთად შეიძლება ძილის აპნოეს მოგვარებით მოუგვაროთ პრობლემა, შეუმციროთ მედიკამენტების რაოდენობა, დოზირება და შესაბამისად მათი გვერდითი ეფექტები. ძილის აპნოე ზრდის უეცარი კარდიული სიკვდილის, უეცარი სიკვდილის განვითარების რისკს. საინტერესოა, როგორ უხსნით პაციენტებს თუ რატომ უნდა მოაგვარონ მათ ძილის აპნოეს პრობლემა? პაციენტების უმეტესობა თუ უხსნით, რომ სიგარეტის მოწევა არის მავნე, სანამ რეალური პრობლემის წინაშე არ დგება, არავინ არ წყვეტს სიგარეტის მოწევას. დაახლოებით მსგავსია ძილის აპნოეთი. ვეუბნებით, რომ ეს არის პრობლემა, ამის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, გართულებები შეგექმნებათ, მაგრამ მისმენს თავს მიქნევს. როგორც კი ვიწყებ საუბარს, რომ შეიძლება დაგემართოთ სექსუალური დისფუნქცია, უცებ ინთება თვალები. ანუ მამაკაცებისთვის რატომღაც მსოფლიოში წესია და ეს არ არის მხოლოდ ჩვენთან მიღებული პრაქტიკა, ეს ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია, რომელზეც ბევრად უფრო მეტად თვინიერი ხდებიან, ბევრად უფრო მეტად იწყებენ კვლევას, ბევრად უფრო მეტად ემორჩილებიან ქალბატონებისთვის? ქალბატონებისთვის პოტენციალს რო არის წესო. ქალბატონებს რაც შეეხება, აქ უფრო პრინციპული მესიჯი არის ჭარბი წონა. ძილის აპნოეს მოწესრიგება შეიძლება დაეხმაროთ ჭარბი წონის კორექციაში. როგორც კი ვაგნებით, რომ ეს შესაძლებელია ამ დაავადების მკურნალობა, ამ სინდრომის მკურნალობა გახდეს უფრო მარტივად ჭარბი წონის სამკურნალო მეთოდი, მაშინ ქალბატონებში ეს გზა მუშაობს. ხვრინვა სხვა არის და ძილის აპნოე სხვა, ხო? აი ეს გვიმინდა რომ მაყურებელს ზუსტად განომარ. ხვრინვა არის ძილის აპნოეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ხვრინავს, მას ძილის აპნოე აქვს. პირიქითაც არის ყველა ძილის აპნოეთი პაციენტს არ აქვს ხვრინვა. პაატას შემთხვევაში მიპასუხეთ ახლა კონკრეტულად, მართლა ნერვიულობ ხალხო, მიყვარს ეს კაცი. ეს კაცი ხვრინავს თუ ძილის აპნოე აქვს. აქვს წნევა, აქვს ხვრინვა, თუმცა ეს თვითონ არ იცის რომ აქვს. ქონია პერიოდულად ეს სუნთქვის შეჩერება, ეს 10-20 წამიანი, წონაც ნუ მეტნაკლებად, მაგრამ მაინც აქვს. კისრის გარშემოწერილობა დადასტურებულად აქვს და ანუ რაღაც კრიტერიუმებს ასე ვთქვათ აკმაყოფილებს. შეგვიძლია რომ ამის მიხედვით დავასკვნათ, რომ მას ან აქვს, ან რისკ ჯგუფშია და უთხრათ ამ კაცს, თორემ მე გავნერვიულდი. პირველი დავიწყოთ იცის აპნოე. კი, ერთ-ერთი სიმპტომია. ჩვენი კლინიკური ალბათობის კრიტერიუმები, რაც ჩვენ უკვე შევაფასეთ, საკმაოდ მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამ პაციენტს ჰქონდეს ძილის აპნოე და არა მხოლოდ ხვრინვა. ანუ რა დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტაროთ? ეს არის გამოკვლევა, რომელიც იკვლევს ძილის დროს რეალურად სუნთქვის დარღვევას. თეონა, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ავხსნათ ამ აპარატის მუშაობის პრინციპი. ძირითადი პრინციპი არის, რომ ამ აპარატმა დააფიქსიროს ძილის დროს სუნთქვითი აქტივობა. ჰაერის მიდინება ჰაერგამტარ გზებთან, მეორე, გულმკერდის მოძრაობა სუნთქვითი აქტივობის დროს და მესამე, ჟანგბადის კონცენტრაცია სისხლში გულისცემის სიხშირესთან ერთად.
საკმაოდ მარტივია, დაძინების წინ იმაგრებთ ამ აპარატს. შეგვიძლია გაგატანოთ, ჩართავთ და ჩაიწერთ თქვენი ხრინვის, თქვენი სუნთქვის შეჩერება, გაჩერების ეპიზოდებს და გვეცოდინება, რა ხარისხის არის პრობლემა, რამდენად თქვენთვის აქტუალურია და უნდა უმკურნალოთ თუ არა. ხათა მოგვეცე ხა პირობა რომ ნამდვილად გამოიყენებ ამ აპარატს და მე ექიმთან მიხვალ. კაი, დავშეთ აღმოჩნდა. რა შევა. სხვადასხვა სახის იმის მიხედვით რა ხარისხის არის სხვადასხვა მკურნალობის სტრატეგიაც. შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით, ანუ წონის კორექციით და სიგარეტის მოწევის შეწყვეტით და პოზიციური მკურნალობით. არსებობს ესეთი ძილის აპნოეს პოზიციური სახე, როდესაც გულაღმა პაციენტს აქვს მნიშვნელოვანი დარღვევა, მარჯვნივ ან მარცხენა გვერდზე წოლისას მნიშვნელოვანი დარღვევა არ მინდება, ანუ ვაიძულოთ პაციენტი დაწვეს იმ გვერდზე, რომელზეც პრობლემა არ არის. ჩოგბურთის ბურთს გამოიყენებენ, ხო? კი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია შევქმნათ ეგრეთ წოდებული ძილის პოზიციური მოწყობილობა. მარტივად სახლის პირობებში, ჩოგბურთის ბურთით, ყელსახვევით, ვაკეთებთ ესეთი საყელოს ტიპის სუნთქვის დარღვევა ვლინდება მხოლოდ გულაღმა პოზიციაში, ამ შემთხვევაში. კისრის მხარეს მაგრდება. კისრის მხარეს, ანუ აიძულებს პაციენტს, რომ გულაღმა არ დაწვეს. აი ეს აპარატურა რაში გამოიყენება, შეიძლება რომ გითხრათ? რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს, როდესაც სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები საათში 30-ს აღემატება. ამ დროს გამოიყენება ეგრეთ წოდებული დადებითი წნევით თერაპია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ენა აღარ მიუახლოვდეს სასას, დარჩეს ღია და აპნოეს ეპიზოდები შემცირდეს და გართულების რისკი იყოს. ჰაერი მიწოდებული იქნას მაღალი წნევით, რომ ძილის დროს პაციენტი იკეთებს ნიღაბს, რომელშიც მუდმივად დადებითი წნევა. პატა ხო არც დიდი ამ აპარატს. გაიგრება დიდი დინგი აქ ადამიანს. დიდი ზომისაც არსებობს. დიდი ზომის დინგებისთვის არსებობს ცალკე აპარატი. ამის დახმარებით შეიძლება აღარ დაგემართოს ძალიან სერიოზული დაავადებები, გულის დაავადებები, ინსულტები და ასე შემდეგ. ინსულტი, გულის უკმარისობა და ასე შემდეგ. თავიდან გულის უკმარისობა, დიაბეტს. ეხლა პატას მეუღლემ ღამე რო გაიგვეძოს და ეს რო დაინახოს. მე ისიც სამკურნალო იქნება, ნევროზი იქნება. ღმერთმა დაიფაროს და მკვდარი რო დაინახოს, უფრო. არა, კაცო. ესე იგი, ანისაგა გამტარი ხარ. აიგე რო გავიშიდო დილას 8 საათზე ტელევიზორში მეტი ანეკდოტი არ არის. სამათე პარიზო ტელემოღერე ვაპროებაქს და ძალიან დიდი მადლობა თეონა საინტერესო რჩევებისთვის. გადაცემის ეს ნაწილი ძალიან მხიარულად წარიმართა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ, მაგრამ მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ძილის აპნოე საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის, ამიტომ ჯობია რომ ამ შემთხვევაში მიმართოთ ექიმს. ექიმები ერთი კვირით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ. მომეცით. გემშვიდობებით.